მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, არხის გამომწერებო, დღეს მინდა შემოგთავაზოთ ძალიან აქტუალური თემის მცირე მიმოხილვა, თემის რომელმაც უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის დროს იჩინა თავი და ფაქტობრივად შეცვალა თანამედროვე ბრძოლის ველის გარემო, ტაქტიკა და ის მიდგომები, რომელთაც დღევანდელ ეპოქაში გამოიყენებდნენ მსოფლიოს მასშტაბით მოქმედი სხვადასხვა შეიარაღებული ძალები სამხედრო უპირატესობის მისაღწევად. ეს გახლავთ FPV დრონები. მოდით პირველ რიგში მათთვის ვინც არის ის რას ნიშნავს FPV განვმარტოთ და ვთქვათ, რომ დრონების რამდენიმე კატეგორია არსებობს, რომელთაგანაც ყველაზე მეტად გავრცელებულია სტაბილიზაციის მქონე და სენსორებით აღჭურვილი დისტანციურად მართვადი საფრენი აპარატები, რომელთაც ძირითადად ფოტო-ვიდეო გადაღებებისთვის გამოიყენებდნენ, მაგალითად ქორწილები, ბოლები თუ სხვადასხვა აქტივობები. აღნიშნულმა აპარატებმა თანამედროვე ბრძოლის ველზედაც იპოვეს დანიშნულება და დღეს ისინი აქტიურად გამოიყენებიან სადაზვერო საქმიანობისთვის, ან მცირე კალიბრის ჭურვების და ყუმბარების ჩამოსაგდებად მიზნის თავზე დაკიდების პრინციპის გამოყენებით. თუმცა გაცილებით განსხვავებული ფიზიკა გააჩნიათ FPV დრონებს. FPV ნიშნავს First Person Views, რაც გულისხმობს იმას, რომ მას აქვს ფიქსირებული და არა მოძრავი კამერა, რომლის გამოსახულებასაც მფრინავი იღებს უმეტესწილად სპეციალურ 3D სათვალეში ან პლანშეტის მსგავს მოწყობილობაზე. განსხვავებულობა კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ მისი მართვის სისტემა ავტომატურად არ სტაბილიზდება, არც არიდების სენსორები გააჩნია და ძალიან მაღალი სიჩქარით გამოირჩევა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მართვა 100%-ით მფრინავის მოქმედებებზეა დამოკიდებული. არის საკმაოდ რთული და სანამ საფრენ აპარატზე დაიწყებენ პრაქტიკულ ფრენებს, იქამდე რამდენიმე ათეული საათის სიმულატორზე ვარჯიშია რეკომენდებული. აღნიშნული სიმულატორები წააგავს ჩვეულებრივ თამაშებს, რომელიც ხელმისაწვდომია ინტერნეტში და ყველას შეგეძლიათ ჩამოტვირთოთ, თუმცა ფრენის სასწავლად პირველ ეტაპზე აუცილებლად დაგჭირდებათ სპეციალური პულტი, რადგან PlayStation-ის ჯოუსტიკი, რომელსაც რამდენიმე წამში ამ ვიდეოში ნახავთ, არ გამოგადგებათ. მოდით უცებ განვიხილოთ FPV დრონების ფრენის ფიზიკა. აღნიშნული ტიპის დრონებს ეწოდებათ კვადროკოპტერები, ანუ 4 როტორის მქონე დისტანციურად მართვადი საფრენი აპარატები, რომელთა ძრავებით დიაგონალური პრინციპით ბრუნავენ. ანუ ერთი დიაგონალი საათის ისრის მიმართულებით ბრუნავს, ხოლო მეორე საათის საწინააღმდეგო მიმართულებით. ასეთი მაბრუნი მომენტი უზრუნველყოფს აპარატის სტაბილურობას ჰორიზონტალურ სიბრტყეში. თუ პულტის მარცხენა მართვის ღილაკს მაღლა ავწევთ, ყველა ძრავის სიმძლავრე გაიზრდება და დრონი მაღლა აიწევა. თუ დაბლა ჩამოუწევთ, დრონი დაბლა დაიწყებს ჩამოწვას. მარცხნივ და მარჯვნივ მიბრუნების შემთხვევაში ჰორიზონტალურ სიბრტყეში ეტრიალებს შესაბამისი მიმართულები. ახლა გადავიდეთ მარჯვენა მართვის ღილაკზე. იგი აკონტროლებს დრონის გადახრას წინ, უკან და გვერდებზე. მაგალითად, თუ ღილაკს წინ მივაწვევით, უკანა ორი ძრავი მოუმატებს სიმძლავრეს და დრონი წინ გადაიხრება, ხოლო თუ ქვემოთ ჩამოვწევთ, წინა ორი ძრავის სიმძლავრე გაიზრდება და უკან გადმოხრა მოხდება. იგივე პრინციპი მოქმედებს ზუსტად მარჯვნივ და მარცხნივ გადახრისას. ახლა მივადგეთ იმ საკითხს, თუ როგორ ხდება აღნიშნული დრონების საბრძოლო გამოყენება რუსეთ-უკრაინის ფრონტზე. უამრავი ვიდეოა გავრცელებული და ყველას გაქვთ ნანახი, როგორ ეჯახება FPV ტექნიკას, ობიექტს ან ცოცხალს ამიზნეს. ესე იგი, აქედან გამომდინარე ვასკვნით, რომ ეს არის კამიკაძე დრონის ნაირსახეობა, რომელიც კუსტარულად არა ქარხანამწარმოებლის მიერ არის შექმნილი და წარმოადგენს ერთგვარ იმპროვიზირებულ ასაფეთქებელ მოწყობილობას, სადაც კომბინირებულია გადაკეთებული საბრძოლო მასალის სხვადასხვა ტიპი და საფრენი აპარატი. უმეტესწილად აღნიშნულ დრონებზე ჰკიდებენ RPG-7-ის ჭურვს და იგი ძალიან მოსახერხებელია ჯავშან ტექნიკის წინააღმდეგ საბრძოლველად. კარგად მოგეხსენებათ, რომ RPG-7-ის მოქმედების ეფექტური მანძილი გახლავთ 300 მეტრი, ხოლო დრონით შესაძლებელია იგივე ჭურვის გადატანა 5-10 კილომეტრის დისტანციაზე. ასევე შესაძლებელია დრონზე მიმაგდეს მსხვერპლი ჭურვი ან ტროტილის კოჭა, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნას ქვეითის სამიზნეების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ბევრ სიკეთესთან ერთად FPV დრონებსაც გააჩნიათ თავისი უარყოფითი მახასიათებლები. კერძოდ, ისინი ძალიან მოწყვლადები არიან ელექტრონული ბრძოლის საშუალებების წინააღმდეგ, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს მართვის დაკარგვას და საფრენი აპარატის ჩამოვარდნას. რუსები და უკრაინელები იყენებენ გარკვეულ ტექნიკას, რათა როგორმე მოხდეს რების სისტემების თავიდან არიდება, თუმცა მრავალი პროექტიდან ხელოვნური ინტელექტის დრონებში ინტეგრირება ითვლება სამომავლოდ ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად. ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილმა კამიკაძემ რების მოქმედების ზონაში შესვლისას, რა დროსაც დაკარგავს კავშირს ოპერატორთან, უნდა გააგრძელოს ფრენა და ბრძოლის ველზე ავტომატურად უნდა შეძლოს წინასწარ ჩაპროგრამებული მაღალი ღირებულების მიზნების აღმოჩენა, რის შემდეგაც თავად გადაწყვეტს, რომელზე მიიტანოს იერიში. აღნიშნული მეთოდის დანერგვას არც ისე დიდი დრო გვაშორებს და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მოვესწრებით მის ბრძოლის ველზე მასობრივ გამოყენებას.
როგორც ზემოთ აღნიშნე, FPV დრონებს ძირითადად ჯავშან ტექნიკის წინააღმდეგ იყენებენ და ასევე შესაძლებელია მისი ქვეითების გასანადგურებლად გამოყენება. ესე იგი, უკვე არსებობს ტაქტიკა, ტექნიკა და პროცედურები, რომლის ხელმძღვანელობითაც მიმდინარეობს მათი საბრძოლო ექსპლუატაცია. ომიდან ძირითადად უკრაინელების ვიდეოები ვრცელდება თუ როგორ ანადგურებენ სრულქვედანაყოფებს, თუმცა სიმართლე უნდა ვთქვათ, რომ არც ერთი მხარე არ ჩამოუვარდება ერთმანეთს ამ ტექნოლოგიაში. მაგრამ ხშირად გვხვდება კადრები, როგორ დასდევენ თითო ჯარისკაცს და აფეთქებენ $200-300 ღირებულების დრონს, მაშინ როცა მისი საშუალებით უფრო მსუყე მიზნის დაჭერაა შესაძლებელი. ასევე ხშირად მინახავს დაჭრილ სამხედროებზე განმეორებით მიტანილი იერიშები, რომელიც საბრძოლო მასალის ფუჭ ფლანგვაზე მიუთითებს და მეტი არაფერი. გამომდინარე იქიდან, რომ ორივე მხარე საკმაოდ დიდი რესურსია მობილიზებული და არ უჭირთ შესაბამისი ტექნიკის კონცენტრირება, ალბათ აძლევენ თავს უფლებას უაზრო სიტუაციაშიც კი გახარჯონ ეს იარაღი. გამომდინარე იქიდან, რომ რადიოტალღების ურთიერთგადაჭერის შესაძლებლობა არსებობს, ერთ რაიონში რამდენიმე ოპერატორის მუშაობა შეუძლებელია. ამიტომ ჯგუფებს დაყოფილი აქვთ მიმართულებები და ასე ახორციელებენ საბრძოლო გაფრენებს. აქედან შეგვიძლია დავასვენოთ, რომ ამ დრონებს აქვთ სიზუსტის და მოულოდნელობის დიდი ეფექტი, მაგრამ მასირების განხორციელება ამ დრომდე შეუძლებელია. სულ ეს იყო მეგობრებო, კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დააკომენტაროთ და არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ არხი. იცნობდე შენს მტერს.